თიანეთის რაიონი, სოფელი დულუზაურები, არხალის ციხე კომპლექსი, გავადროშიანე. მე-10 საუკუნიდან მოიხსენიება ეს ძეგლი, ეს ციხე, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაგებობა. აქ მეციხოვნეები მდგარან, აქ ბატონის მჯდარა და წარმართავდა აქაურ პროცესებს. მეციხოვნეები აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, იმიტომ რომ სამხრეთიდან ვინძლო, ქართლი და კახეთი ვინმეს გადმოელახა, ეს ციხე უნდა გაელო, რომ ჩვენი მთის ხალხისთვის საფრთხე შეექმნა. და პირიქით, თუ მთის ხალხს გადმოევლიდნენ, ან გვერდს აუქცევდნენ, თქვათ, ლეკები ან ჩეჩნები ან სხვანი, ჩვენი ბრჭყალებში მოწმე ჩრდილოელი მეგობრები და მეზობლები, ეს ციხე შეაკავებდა მათ. აქ მეციხოვნეებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების კვალიც შეიმჩნევა, არის ნაშთები. აქ არის ეკლესია, რომელსაც გუმბათი უკვე ჩამოქცეული აქვს, მაგრამ თლილი ქვით არის ნაშენი. რატო ვარ ახლა აქ? უნდა გავადროშიანოთ საქართველო. ძალიან ხშირად, როცა დავდივარ ხოლმე სხვადასხვა ადგილებში, უცხო ტომელებს, ჩვენს ტურისტებს ნახულობ ხოლმე, რომლებიც სურათებს იღებენ, ძალიან ბევრ სურათებს იღებენ და გამიგია კიდეც რომ უთქვამთ, რომ თითქოს ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში არიან. ანუ მალავენ, რომ საქართველოში არიან, ანუ ყვარავენ გარკვეულწილად ისტორიას. ეს რომ ასე არ მოხდეს, გავადროშიანოთ საქართველო. და მეორე, ახლა არის ექსკურსიების სეზონი. ყველგან მიყავთ ბავშვები სკოლებს, მასწავლებლებს, კლასები გადიან. თბილისიდან მაგალითად აქამდე რომ მოხვიდე 2 საათი და 20 წუთი ყველაზე ბევრი დაგჭირდებათ. ნებისმიერი ავტომობილი, ნებისმიერ სახის ავტომობილი ჩვეულებრივად მოვა ფერდის დასაწყისამდე და იქიდან აქამდე დაახლოებით 300 მეტრია. ბავშვები გაერთობიან შიგნით, ციხის კოშკის შიგნით არის ჩრდილი, არის იმხელა მოედანი, რომ ბავშვები გაერთობიან, ბურთითაც თამაშობენ და რაც თავარია, მასწავლებლები მოუყვებიან 2-20 სიტყვით მაინც აუხსნიან საქართველოს ისტორიას და ამ ციხის მნიშვნელობას, ზოგადად ციხეების მნიშვნელობას და ზოგადად ინდივიდების მნიშვნელობას ქვეყნისთვის. და მეორე, ქალაქიდან რო გავდივართ ხოლმე, შეიძლება ერთ-ერთი საყვარელი ადგილიც აღმოჩნდეს პიკნიკისთვის, სამეგობრო თუ საოჯახო პიკნიკისთვის. მოდით და გაერთეთ თან, ხელი შეავლეთ ცოტა შეალამაზეთ, ნაგავი შეაგროვეთ ერთ ადგილას, ან ქვები, რომელიც გაშლილია და მიმოფანტულია, შეიძლება რომ ესეც დაალაგდეს, ისე რომ კანონი არ დაირღვეს და ხელი არ შეეშალოს. და ასევე მეგობრებო, გავადროშიანოთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, გავადროშიანოთ საქართველო. 10 ლარი ღირს სულ დროშა, მეტი კი არა. ყველგან იპოვით ჯოხს, მეც ვიპოვე აგერ ჯოხი და წამოვაცი და კი ფრიალებს ამაყად ჩვენი ხუთჯვრიანი. ჩვენთანაც ღმერთი ყველაფერი კარგად იქნება.